არშემდგარი ერთობის მიუხედავად ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს ძლიერი კოორდინაციის ფორმატში მაინც განაგრძობს. ექს-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს ნაციონალური მოძრაობაც. სწორედ ყოფილი სახელისუფლებო პარტია აკრიტიკებს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილს. გუშინდელი აუდიენციის მთავარი განსახილველი საკითხი ცნობილია. 31 მარტს დაგეგმილ აქციებამდე ოპონენტები ქართული ოცნების ხელისუფლებაზე საგარეო ზეწოლის გაძლიერებას გეგმავენ. ბალტიისპირეთში უკვე გაემგზავრა ექს-პრეზიდენტი, სადაც მართველი გუნდის მისამართით მწვავე კრიტიკითა და სანქციების დაწესებით გამორჩეული ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აანონსებს. ოპონენტების გაცხადებული გეგმების ფონზე მართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია Deep State-თან კოორდინაციით მორიგი დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადება. უკვე 5 თვეა ხელისუფლების ოპონენტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ საუბრობენ და მასში დარწმუნების მოტივით ევროპელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს მართავენ. რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში? მათი მოთხოვნების საფუძველზე ევროპულ ინსტიტუციებში მიიღეს რამდენიმე რეზოლუცია, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ერთობლივ გადაწყვეტილებას კი, რომელსაც სავალდებულო ხასიათი ექნება, ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობა სჭირდება, რაც ფაქტია არ არსებობს. ზოგიერთი ქვეყანა პოზიციას არ აფიქსირებს, ნაწილი კი ქართული ოცნების ხელისუფლებას და მის პოლიტიკას ღიად უჭერს მხარს. მხარდამჭერთა სიას გასულ კვირას დაემატა რუმინეთიც. ამ ფონზე ოპოზიცია ხელახალი არჩევნების დანიშვნის მიღწევას, მათ შორის საგარეო ზეწოლის საშუალებით მაინც რეალურად მიიჩნევს. რა რეალური ბერკეტი არსებობს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად? საპასუხოდ ამბობენ, რომ საამისოდ ძალა ერთობაშია, თუმცა რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ამ სლოგანის მომხრე პარტიების ნაწილი გაერთიანების წინააღმდეგია. საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციის ერთიანობას ლობირებდა ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა ის ახლა ამბობს, რომ ოპოზიციის გაერთიანება მისი მიზანი არასოდეს ყოფილა და მხოლოდ კოორდინაციის მომხრეა. ამ შეხედულების გამო ზურაბიშვილი ოპოზიციამ ჯერ მწვავედ გააკრიტიკა, შემდეგ კი ისევ მის ოფისში შეიკრიბა. ოპოზიციის შეკრების შემდეგ ლილოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ახალი გადაწყვეტილების მიხედვით სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლების თანხლებით გაიმართება და ცალ-ცალკე აღარ გაემგზავრებიან. პარტნიორ პარტიებში არადასტურებენ, რომ მსგავსი ერთობლივი ვიზიტებია ჩანიშნული. გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ მსგავსი საკითხი საერთოდ არ განხილულა. თავად ლილოს დღეს დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია. მე არ ყოფილი ვარ შეხვედრას, მაგრამ ჩემთვის როგორც ცნობილია რა ინფორმაციაც გვაქვს, არანაირი მსგავსი ტიპის ვიზიტებთან დაკავშირებული ქმედებები თუ არ ვიცი რაღაც ნაბიჯები განხილული არ ყოფილა. შეხვედრის საკითხი იყო რა თქმა უნდა კოორდინაციის საკითხები. მზად ვარ სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზებულ პლატფორმაზე კოორდინირებულად ვიმუშაობ სხვა პარტიებთან ერთად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით კოორდინირებულად და არა ერთობით ჩვენ საერთო ნაციონალურ მოძრაობასთან არაფერი არ გვაქვს. მით უმეტეს რაღაც გაერთიანებას ვერ იქნება საუბარი. საერთაშორისო პარტნიორთა ურთიერთობა ყოველთვის არ ხომ განხილვის თემა. ამ შემთხვევაში ხა ერთობლივადაც ხორციელდება ხოლმე ვიზიტები. უახლოეს მომავალში ხა ასეთი ვიზიტი იქნება თუ არა, ამას ვნახავთ, არ გამოვრიცხავთ, თუმცა ხა ზუსტად ესეთი კონკრეტული ვიზიტი არ არის ჯერ დაგეგმილი, ისე რომ გითხრათ, რომ ყველა აბსოლუტურად პოლიტიკური ძალა იქნება წარმოქმნილი რომელიმე კონკრეტულ შეხვედრაზე. ვიდრე გაირკვევა მიყვება თუ არა სალომე ზურაბიშვილს უცხოეთში ვიზიტებისას, რომელიმე ოპოზიციონერი თავად უკვე გაემგზავრა ბალტიისპირეთში. მიზანი უცვლელია, გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. გამგზავრებამდე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან ისიც განიხილა, რა ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას 31 მარტის საპროტესტო მარშებში. თავად ოპოზიცია კი აქციაზე მდგარი საზოგადოების სახელით ამბობს, რომ უწყბეთ 4 თვიან აქციებს ახალი იმპულსი ესაჭიროება. გაჩნდება თუ არა რუსთაველზე პოლიტიკური ტრიბუნები, ოპოზიციონერი ლიდერებისთვის ეს ჯერჯერობით უცნობია. შეხვედრაზე განიხილებოდა 31 მარტის საპროტესტო აქციებში პარტიების მონაწილეობის საკითხი. ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უახლოეს პერიოდის განმავლობაში იყოს, რომ ვაჩვენოთ ძლიერი კოორდინაცია საზოგადოებას, ძლიერმა კოორდინაციამ კიდევ უფრო ახალი იმპულსი უნდა შეძინოს საპროტესტო ტალღას. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ქართული ოცნება მოღალატეობრივ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ ახლა ის უცხო ქვეყნების მხრიდან საქართველოს დამაზიანებელ დავალებებს მიიღებს. განსაკუთრებით ამ მხრივ ხას უსვამენ ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში ვიზიტს. ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ მკაცრი მიდგომებით გამოირჩევიან. მათ ყველაზე ფართო სასანქციო სია გამოაქვეყნეს, სადაც პარლამენტარების გარდა მოხვდნენ მოსამართლეები და სამართალდამცველებიც. თუმცა ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნები
რომლებიც თავის მხრივ მითითებებს ექვემდებარებიან. ამ შემთხვევაში დავალების გამცემად ჩრდილოვან მმართველებს, ანუ ეგრეთ წოდებულ deep state-ს ასახელებენ. გარედან ხდება კოორდინაცია იმისა, რომ 31 მარტს რაღაცა რაოდენობა ხალხი მაინც გამოვიდეს. ამიტომ იქ რაღაცა ამერიკაში ამ უოლსონის, ასე ვთქვათ, გამოცოცხლებას უყურებთ ჩვენ. აგერ $600,000 გადაირიცხა იმისათვის, რომ ამ მიზნით, ასე ვთქვათ, სენატში რაღაც გარკვეული მოძრაობები კონგრესში განხორციელდეს. აქეთ ბალტიისპირეთში დადის, რომ მათ 31 მარტამდე რაღაც განცხადებები გაამწვავონ, რომ ამით შექმნან ერთგვარი, ასე ვთქვათ, ფონი იმისა, რომ აქ ამ, ასე ვთქვათ, ძალადაკარგულ ოპოზიციას პატარა გული გაუკეთონ. ეს ამ მიზანს ემსახურება, რომ ჩავარდნილი და გაბანკროტებული რევოლუცია რამენაირად ერთხელ კიდევ სული შთაბერო. ღალატი ყოველთვის არის ჩიხი 21 საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც ეხლაც ისიც ხო გარედან მართული იყო, რა, გარედან შემოვიდა, იმისთვისაც რომ გეკითხათ, ამის წინ თქვი კიდევ ორჯონიკიძესაც რომ გეკითხათ, ის ალბათ გულანთებული პატრიოტი ვარო იტყოდა საქართველოს. ზუსტად ამას აკეთებენ ესენიც. ალბათონი ექს-პრეზიდენტი იმყოფება ბალტიის ქვეყნებში და მიიღებს შესაბამის ინსტრუქციებს. რამდენიც დაანონსეს კიდევაც რომ ალბათ ხებთან ერთადაც არის იქ და ერთობლივ ტრენინგ სემინარ ჩაუტარებენ ალბათ როგორ დააზიანონ საქართველო და ჩვენ არანაირ სხვა აიმე სიკეთეს მე სამწუხაროდ ამ სამი ქვეყნის ხელისუფლებისგან არ ველი. ოთხივე ბარიერ გადალახულ ოპოზიციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად მიაჩნია და ცესკოს ადმინისტრაციის არსებულ შემადგენლობას უნდობლობას უცხადებენ. ეს უმრავლესობა მათგანისთვის არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ უარი თქვას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა შესრულებული არ იქნება. სხვა შემთხვევაში მათ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა 26 ოქტომბრის შედეგების აღიარების ტოლფასად მიაჩნიათ. მსგავს პოზიციაზეა კოალიცია ცვლილებისთვის, ნაციონალური მოძრაობა და ლელო, ხოლო გახარია საქართველოსთვის საკითხზე ორაზროვანი განცხადებებით შემოიფარგლება. ქართული ოცნება კი ხელახალ არჩევნებს გამორიცხავს და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.